აგრეთვე დებიუტანტია. ჩემპიონთა ლიგაზე რო გავედით, ჩემპიონები პირველად გავხდით მაშინ ზესტაფონი. ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ქალაქშიც, ანუ მთელ საქართველოში, რომ ელოდებოდა ყველა ზესტაფონი, რომ წარმატებულად გამოვიდოდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მაგრამ დასანანი იყო, რომ ვერ გავედით შტურმი, მერე მოვხდით ანუ ევროპა ლიგის პლეი-ოფში, სადაც შევხვდით ბრიუგეს. იმ პერიოდში, ესე ვთქვათ, ყველაფერი ცხადი იყო, როცა ანუ 65 მილიონი დახარჯეს ტრანსფერებში, რომელიც ძალიან დიდი თანხა არის და ასე ვთქვათ, ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები შეიძინეს, რომელიც რთულია რა ესეთ გუნდთან დაპირისპირება, მაშინ თან მოგახსენებათ, რომ საქართველოში ანუ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ძალიან დიდი ხანი მოვდიოდით ზესტაფონი, ასე ვთქვათ, შეთამაშებულები, ყველა აღიარებდა, რომ ნორმალური გუნდი ვიყავით, ისე რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. თუმცა რთული ის გამოდგა, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი შეხვდა ბრიუგეს სახით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ასე ვთქვათ, არ შევრცხონილი ვართ. პირველი თამაში იყო იქ საჯი შეცდომები. ესე ვთქვათ, ორივე თამაში გარედან გაგვიტანეს პირველი ორი გოლი. ყველაზე სასიხარულო რაც იყო, ის იყო, რომ 2-0-ს ვაგებდით და შევძელით და ეგ თამაში არ წავაგეთ სახში და ჩვენ გულშემატკივრების თვალწინ, ანუ ესე ვთქვათ, არ შევრცხვით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი იყო. ფრეს 3-3 მორჩა, თუმცა ესე ვთქვათ, ყველა ყოფილები ვიყავით, იქიდან გამომდინარე, რომ 2-0-ს ვაგებდით. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ის, რომ მთავარმარცხნელმა დატოვა გუნდი, ასე ვთქვათ, გია გეგუჩაძის დაკომპლექტებული გუნდი იყო, 4 წელი ერთად ვიყავით, ძალიან ბევრი რაღაცა იყო ის, რომ დაკავშირებული, რომ მწვრთნელის რა ხედვა ქონდა, იმ ხედვით ააწყო გუნდი, იმ ხედვით თამაშობდით და რა თქმა უნდა, ეს ყველას მოგწონდა და კაი სიტუაცია იყო, კაი გარემო იყო. ეხა იქ შიდა სამზარეულოში რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ მთავარმწვრთნელი აღარ ყვავდა მაგ თამაშზე და წავიდა, ეგ რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იყო და რა თქმა უნდა ალბათ იმოქმედა თამაშზეც, მაგრამ ასე მინდა რომ გამოვყო, რომ გია ჭიაბრიშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც მისი მარჯვენა ხელი იყო და სულ გვერდში გვედგა გიაც, საერთოდ საჯებზე ლაპარაკი ძალიან რთულია და არ მიყვარს ყველა ადამიანები ვართ, ყველა ცდება, მაგრამ მერე რომ უყურეთ ჩვენ მაგ თამაშს, დავინახეთ, რომ აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანეს ორივე გოლი. პირველი ორი გოლის შემდეგ ასე ვთქვათ, შოკირებულები ვიყავით, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდებოდით და თან ბევრად მეტი ოპტიმიზმით ვიყავით განწყობილი, რომ ჩვენ მაგ თამაშს მოვიგებდით. თავიდანვე, ორი გოლი რომ მივიღეთ და ცოტა ის და ასე ვთქვათ, დაბნეულობაც იყო. მეორე ტაიმი არის ყველაზე კაი გასახსენებელი ის, რომ შევძელით პირველი გელაშვილმა გაიტანა, მეორე გოლი მე გავიტანე და მე ვფიქრობ, რომ ჩემ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო და მერე კიდე ის იყო ერთი ის ფაქტორი, რომ 2-2 რო გახდა, იმის შემდეგ კიდე გავუშვით გოლი, ისიც დასანანი გოლი გავუშვით და კიდე შემოვატრიალეთ და ასე ვთქვათ, კიდე ნიკამ გაიტანა, რომელიც მე ვფიქრობ, ქართულ კლუბებს გვაკლდა ეგ ყოველთვის, როცა ხელის ჩაქნევის მომენტი, პესიმიზმის მომენტი, რომ აგებ და აღარ და ანუ ესე ვთქვათ, ორჯერ შემოვატრიალეთ თამაში და რა თქმა უნდა, ეს ორმაგად სასიხარულო იყო. ბელგიაში სიმართლე გითხრათ, წავედით იმითი და იმ განწყობით, რომ შეგვეძლო, რომ ჩვენ გავსულიყავით ევროპა ლიგის პლეი-ოფში, ანუ ესე ვთქვათ, ჯგუფურ ეტაპზე. თუმცა ისეთი რაღაცა იყო, მანდაც არ ჩათვლილი გოლი იყო, ასე ვთქვათ, გოლი გავიტანეთ, არ ჩაგვითვალეს, ეგეც რო უყურეთ 100% არის გოლი იყო, არანაირი თამაშგარი არ იყო, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ ახლა ყოველგვარი რაღაცების დამატებით ბრიუგე ჩვენზე კაი გუნდი იყო რა.